რუსეთ საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის პატივსაცემად რუსთავში 500-მდე ნერგი დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვია ძიძიგურმა და რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად მიიღეს. მე-11 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გარდაცვლილი ჯარისკაცების სახელობის სკვერის კეთილმოწყობა იგეგმება, ნეკარჩხლისა და იფნის ნერგები რუსთაველი გმირების ოჯახის წევრებმაც დარგეს. ვახტანგ ზირიშვილი, კახაბერ თავგორაშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, ბესი კაპანაძე და ლევან იოსებიძე. ეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული იმ გმირი რუსთაველების ჩამონათვალია, რომლებმაც თავი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას შესწირეს. სწორედ მათი ხსოვნის პატივსაცემად ქალაქს უახლოეს მომავალში კიდევ ერთი სკვერი შეემატება. იდეის განხორციელებას საფუძველი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სწორედ დღეს ჩაუყარეს. ტერიტორიაზე პროექტმწვანე მომავლის ფარგლებში სხვადასხვა სახეობის ნერგები დაირგო. ჩვენი გმირების სახელზე რუსთავის მერია აშენებს სკვერს. შესაბამისად, ჩვენ ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი დაღუპული მებრძოლების სახელის უკდავსაყოფად, ყველა ღონისძიებაში მივიღებთ მონაწილეობას და რა თქმა უნდა მივესალმებით რუსთავის მერიის ინიციატივას ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით. დავრგეთ 2008 წელს დაღუპული ბიჭების სახელზე, ასე ვთქვათ, ხეები და ეს გამწვანების აქცია გაგრძელდება რუსთავში. ძალიან საჭიროა, ძველი რუსთავი გამწვანებულია, ახალი რუსთავი ძალიან განიცდის ზაფხულში სიცხეს, ამიტომ ფიქრობ, რომ ეს ღონისძიებები გაგრძელდება გაზაფხულზეც და საერთოდ მუდმივად უნდა გაგრძელდეს. მწვანე მომავლის ფარგლებში მოხდა დღეს გამწვანების აქციას უკვე მესამე მასშტაბური აქცია დღეს 500-მდე ხე დაირგო. ანუ ამ შემთხვევაში მონაწილეობდა თავდაცვის მინისტრი, ჯარისკაცებიც მონაწილეობდნენ და ალბათ მას მაქსიმალურად მივხვდათ რომ სკვერი გაკეთდეს და ამ სკვერს თქვა კონდეს იმ დაღუპული გმირების სახელი. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში მე-11 მიკრორაიონის ტერიტორიაზე ნეკერჩხლისა და იფნის ნერგები დაღუპული რუსთაველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებმაც დარგეს. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ინიციატივაა ის, რომ სკვერი იყოს მომავალში გაშენებული, ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას. მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა ეს იყო პრემიერის მიერ დაანონსებული და შესაბამისად საგრებო ლომ ქალაქის მერიამ ერთობლივად მიიღეთ გადაწყვეტილება და ეს გამწვანების აქცია არაერთი მომავალშიც გაგრძელდება. სამშობლოსათვის თავდადებული გმირი შვილებისთვის ეს უკვდავება მათი სიცოცხლის ჩვენ ისინი რა თქმა უნდა როგორც მშობლებს ყოველთვის გვახსოვან ჩვენ და სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება და ეს იმ მომავალი თაობისთვის არის, რაც არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი რომელი მომავალი თაობაც მოდის და მოვა კიდე საქართველოში, რომ იცოდნენ ის სამშობლოს ყავდათ ასეთი გმირები. რუსთავში გამწვანების მასშტაბური აქცია უკვე მესამედ გაიმართა. განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში განსხვავებული სახეობის ხის ნერგები ქალაქის რამდენიმე ტერიტორიაზე დაირგო.